ახლა კი დიდი პატივისცემით სცენაზე გვინდა მოვიწვიოთ ძირძველი იუმორინელები. ლევან შენგელია, დავით როსტომაშვილი და ბესო ბერულაშვილი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა, თქვენ გენაცვალო თქვენი გივი სიხარულიძე. ეხლა პირველად ვხვდებით ერთმანეთს 2025 წელს, დამიჯერეთ, ძალიან მაგარი წელი იქნება რა. თანაც ხომ გახსოვთ 25 ჩემი რიცხვია. ნებამბი ბოძეთ, ჩემს უსაყვარლეს იუმორინას, მეც მიულოცო 25 წლის იუბილე. უა, აკაც 25-ია, გულაობ რა. თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რატომ მიყვარს იუმორინა. იმიტომ რომ არასოდეს არავის არ ერიდებიან და ყოველთვის სიმართლეს ამბობენ. არადა ეს ძალიან აუცილებელია დღეს. თორე ხო ხედავ რა ხდება. ქალს ქალი არ დაუძახო, კაცს კაციო. დედას დედა არ დაუძახო, მამას მამაო. მაგრამ დაუძახო თო, ნომერი პირველი და ნომერი მეორე მშობელიო. რას მინორა ვამშობლეს, ფუტბოლია შეჩემა? ანდა ეს გერმანელი კაცი რო ჩამოვიდა, ეს გათხოვილი კაცი. თქვენი ეკლესია არ მომწონს, პანელები ხართო და ჩემი გზით თუ არივლით ევროკავშირში ვერ შეხვალთო. ამას რო დაუჯეროთ უყველა მზადრით უნდა ვიაროთ რა. ვინ გაეხლა ეს ჩვენა? ენაცვალა ამერიკელებს. კიდე კაი, ტრამპი აირჩეს პრეზიდენტად. მოვიდა თუ არა, პირველი რა თქვა? ქალი ქალია, კაცი კაციაო. აი კაცური კაცი შეგენაცვალე ჯიგარში. არადა ჩემო ძვირფასებო, იუმორინამ 9 წლით ადრე ტრამპამდე 2016-ში აი ამ სიგიჟებზე ნახეთ როგორი პასუხი გასცა. გადაერეა ქვეყანა, ფრთხილად რამე არ მიქარო. ქალს თუ ალერსით შეხედე, კრიმინალია ჯიგარო. მაგრამ თუ ჩვენში ქალი ქალს, კაცი კაცს ეყურყურება, მაშინ დაჟადი არ გახლავთ, დაჟინებული ყურება. იარონ ქალმა ქალებში, კაცებმა კიდე კაცებში, წავა ხალისოდ გრანტებით დოლარებში და ლარებში. ასე თანდათან ზნეობა სოდომის სოდვით იცვლება, ერთი ადგილის თამაში პროგრესულობად ითვლება. ერო, შენს ჯიბრზე კაიკმებს, კიდევ გაზრდიან დედანი, ვაშკაცის ადგილს ვერადროს ვერ დაიკავებს ცვედანი, აი ეგრე. Rossi kugurluğu da işe tamamıyla darbiyana girdi. Metsminda miuloso ჩემს უსაყვარლეს იუმორინას 25 წლის იუბილე. რამდენი სიტყვა და სიხარულის მოგინიჭებია ჩვენთვის ღმერთმა ასმაგად დაგიბრუნოთ, როგორც მე დამაბრუნა ჩემს სამშობლოში გერმანიიდან. 3 წელი ცხოვრობდი იქ და სანამ გერმანულ ენას ვისწავლედი, სიმართლე გითხრათ ძალიან გამიჭირდა. ახლა 4 ენა ვიცოდი კაცო, ქართული ენა, მეგრული, ენის ბიტანა და ენის მოტანა. მაგრამ რადგან არ გამომადგა. მაგრამ გერმანულ ენას რომ კარგად დავეუფლე, პირველივე კასტინგზე ჯეკპოტი მოვხსენი. ვა, ძალიან საინტერესო ერთი, რა კასტინგი იყო ეგეთი? გეტყვება და კონკურსი იყო გამოცხადებული თვითმფრინავის პილოტები. ხოდა წავედი ახლა. ხა მოგეხსენებათ სამეგრილოში გაზრდილი კაცი ვარ, დილობა არ მეშლება და დაუწმე ხოლმე სხვებს. პირველი შევიდა გერმანელი და მეო 3 წლის სტაჟი მაქვს და ფრენის და 3000 ევროს ვითხოვო ხელფას. 1000 ევრო მე მინდა, 1000 ევრო ჩემს ოლშიდება აუცილებლად. 1000 კიდო დაზღვევას. ახლა შევიდა ფრანგი. რა მოსატანია ამის 3 წელი, მეო 6 წლის სტაჟი მაქვს ფრენის და შესაბამისად 6000 ევროს ვითხოვო. 2 მე, 2 ჩემს ოლს, 2 კიდო დაზღვევას. ახლა მოვიდა ჩემი ჯერი და
კომისიის თავმჯდომარე მეკითხება თქვენო რამდენი წლის სტაჟი გაქვთ ბატონო ფრენის მე ვთხარი ბატონი თავმჯდომარე რა ზანიათ რა სტაჟი რის სტაჟი თვითონავში ნაჟდომის არ ვარ მეთქი ახლა ორჯერ კი ვარ ნაჟდომი მაგრამ თვითონავში არა გასვა რატომ ხედივა მე ვთხარი ხა სტაჟი არ მაქვს მაგრამ პირობები მაქვს დიდებული მორდიაშ მაქვს მოკლედ 9000 ევროს ვითხოვ 3 მე 3 შან 3 კიდო იფრინო სამადი გერმანიელმა მეუდგარი ახლა ის იგდაბრინავს მე კიდო აქ მერიცხება ფული კიდო ჩამერისო ესა ბიჭო შეგვედი გუგალე მაინც მოგესალმებით კი ჩემო ძვირფასებო აი ახლა უსმენდი ამ ჩვენ მეგრელ მეგობარს კონკურსის ამბავ რო ყვებოდა ეგე ერთ მაგეთ კონკურსზე ჩემი მეზობელი გოგიაც იყო გასული ერთ-ერთ დიდ საერთაშორისო კომპანია ვაკანსია ჰქონდა გამოცხადებული გასაუბრებაზე მისულ კომპანიის HR-ი დახვდა გადმოიღო კითხვარი გადაშალა და ეკითხება როგორ ფიქრობთ რა არის თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე რა და ყველაფერი ფეხებზე მკიდია კარგით გასაგებია დაგირეკავთ ამ ჩემ ფეხებს თუ არ დამირეკამთ ადგა მერე გოგია იქიდან და ეკიპთან მივიდა ეკიმო ძალიან მაგრა თავარ ყველაფერი ფეხებზე მკიდიაო მაიტა ერთი იგეთ წამალი მამეცი უკვდავი რო გავხდეო ცოლი ყავსო არა მაიყვანეო დაიცა რომ მოვიყვანო უკვდავი გავხდებიო არა უკვდავი არ გახდები მაგრამ უკვდავების სურვილი დეგეკარგებაო ეს ხუმრობთ ახლა სრული სერიოზულობით მთელი კახეთის სახელით სულითა და გულით მინდა მიულოცო 25 წლის იუბილე ჩვენ საყვარელ იუმორინას მე ერთმა მოგცე ჩინოსა და დროსა ჯანისა და ჯანმრთელობას სურვილისა და შესაძლებლობას ბუნებასა და განწყობილებას იუმორისა ღიმილისა სიცილისა კისკისისა ხითხითისა ხარხარისა ჩაკოჭკოჭებისა და გადაბჟირებისა გამრავდით და გაიხარეთ თქვენ გენაცვალეთ თქვენა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სულ იუმორინას ბოლოცვისათვის ამდენი კეთილი სურვილებისათვის მაგრამ მარტო იუმორინა ხომ არ არის კაცო გასულმა წელმა ღვთისმადლით ქართველებს უამრავი გამარჯვება ამოგვიგზავნა როგორც ევროპულ და მსოფლიო ასევე ოლიმპიურ ასპარეზზე ხო და მოდით ჯობსის გავიხსენოთ როგორ გამოეხმაურა იუმორინა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ბერძნებთან 26 მარტს ღმერთო აი ესეთი სიყვარული და ერთიანობა არ მოგვიშალო როგორც იმ ბედნიერ დღეს როდესაც პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ტრაბახი ბერძენი ფანების ცხვიტილ რომ მივუკეთეთ ევროპული კარები ბრძოლით დავამარცხეთ ბერძენთან ნაკრები ევროპის ჩემპიონი ეროვნული ნაკრები ასე ვიბრძვით როცა ბრძოლა სასახელოა როცა ვიცით რომ ჩვენს უკან საქართველოა მაშინ ბერძნული ნაკრები ჩვენ რას დაგვაკლებს საჩვენი ერეკლე და სადიმათი ერაკლე ნატურალა მიზანი რაც უფრო რთულია მისი აღსრულება ხომ უფრო სამურია ზეიმის დრო არის ღვინის და სასმისის მოვიგეთ დავიბრუნეთ ჩვენი ოქროს საწმისი ასეთი აღმაფრენა ჯერ არასდროს ვინახავს დიდი თუ პატარა ბედნიერი დადის მადლობა გუნდსა და მადლობა ტრიბუნებს აუ რა ვიღრიალეთ დარახნით ვიგუგუნეთ ძირსუ იღბლობა და ძირსუ იმედობა ერთ დღეში დავიბრუნეთ დაკარგული ერთობა
დღემდე ევროპულ ჩემპიონატებს ჩვენ ქართველები ბუნძედით ხოლოდ შორიდან გესელიტაში ჩვენს გავერიეთ რო შეიცვალა ახლა ჩვენი დრო მოვიდა ახლა ჩვენი დრო მოვიდა ახლა ჩვენი დრო მოვიდა ახლა ჩვენი დრო მოვიდა გერმანიაში ბევრი ვიყავით რომ გვექო მაგრამ მთელი ძალით და ღონითა ბათუმიდან და ქუთაისიდან ზესტაფონიდან გურჯაანიდან ხონიდან ხაშურიდან და გორიდან ახლა ჩვენი დრო მოვიდა ახლა ჩვენი დრო მოვიდა ლევან შენგელია, დავით როსტომაშვილი და ბესო ბერულაშვილი.